გამარჯობათ საყვარელო ბავშვებო. ძალიან მიხარია რომ კვლავ მეწვიეთ. მე დღეს თქვენ ზღაპარს წაგიკითხავთ ჯადოსნური წიგნიდან. მას ასე კარგად მოიკავათეთ და დავიწყოთ. იყო და არა იღორა. იყო ერთი ობოლი და-ძმა, სახელად ლიზა და ლეო. ბავშვებს მშობლები ძალიან ადრე დაეღუპათ და დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. ხანდახან იხსენებდნენ ხოლმე იმ თკბილ დროს, როდესაც დედა და მამა ჯერ ცოცხლები იყვნენ და ცრემლები მოადგებოდათ თვალებზე. ხშირად ანუგეშებდნენ ერთმანეთს და იმედს არასოდეს კარგავდნენ. და-ძმა ერთ ძველისძველ ქოხში ცხოვრობდა. მათ ბებიის გარდა ამ ქვეყნად არავინ გააჩნდათ. ბებია უკვე უძლური იყო, ვეღარ მუშაობდა და ბავშვების დანაყრებას ყოველთვის ვერ ახერხებდა. ხშირად მხოლოდ ერთ ნაჭერ მშრალ პურს უყოფდა ბავშვებს ვახშამზე. ხანდახან კი ისიც არ გააჩნდათ და მშივრები იწინებდნენ. ლიზა და ლეო ტყეში კენკრას და სოკოს კრებდნენ ბებიასთან ერთად. შემდეგ მზეზე აშრობდნენ. ბებიას კი ჩირი ბაზარში მიჰქონდა და ყიდდა. ეს იყო მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო. ბებია გაჭირვების გამო დახელს ვერ ქირაობდა და იმდენს ვერ ყიდდა, როგორც სხვა ვაჭრები. ხანდახან მთელი დღე არაფერი ეყიდებოდა. ის სევდიან თვალებს აყოლებდა გამვლელებს, რომლებიც დახლებისკენ მიიჩქაროდნენ. გული ეწვოდა იმის გაფიქრებაზე, რომ შვილიშვილები ვახშმის გარეშე დარჩებოდნენ. მაგრამ რა იქნა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ერთ თოვლიან დღეს ბებია ისევ წავიდა ბაზარში. ცივი ქარი ქროდა. ხელი სამოსით მას სასტიკი ყინვისგან ვერ იცავდა. უძლური მოხუცი კანკალებდა, მაგრამ მაინც არ მიდიოდა სახლში. რამდენადაც ჯერ არაფერი ჰქონდა გაკიდული. უცებ მას ბაზრის ზედამხედველი დაადგა თავს და უყვირა. ახლავე აალაგე შენი რაღაცები და აქ მოსული აღარ დაგინახო. ბაზრიდან დაბრუნებული ბებია ავად გახდა. ისე უძლურად იყო, რომ ლოგინიდან ვეღარ დგებოდა. შეშაც გაუჩავდათ და ქოხში ძალიან ციოდა. საჭმელიც აღარაფერი ჰქონდათ. ბავშვებმა პურის ბოლო ნამცეცები ჩაიდეს ჯიბეში და შეშის შესაგროვებლად წავიდნენ. დათოვლილი ტყე იდუმალი სიმშვიდით იყო მოცული. თითქოს ხინვაც ისე ძალიან არ იგრძნობოდა. ბავშვებს ისეთი გრძნობა ჰქონდათ, თითქოს სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ. ამ სილამაზით აღფრთოვანებულები შეჩერდნენ და ერთმანეთს სუსტი ღიმილით გადახედეს. შემდეგ კი შეშის შეგროვება დაიწყეს. უცებ ერთი საცოდავი ხმა მოესმათ. ახლოს მივიდნენ და პატარა ჩიტი დაინახეს. ჩიტი ძალიან დასუსტებული იყო. მიწაზე იჯდა
და იმის ძალაც კი არ ყოფნიდა, რომ დაფრენილიყო. საბრალომ ალბათ დათოვლილ ტყეში საკვები ვეღარ იპოვა. ლიზამ ჩიტი ხელში აიყვანა და გულში ჩაიქრა. ცდილობდა, რომ საკუთარი სხეულით გაეცვო. შემდეგ კი ძმას მიუბრუნდა და უთხრა: ლეო, ჩვენ ხომ პურის ნამცეცები დაგვრჩა. მოდი ვაჭამოთ, საბრანო ძალიან მშიელია. ლეო შეჭოჭმანდა და უპასუხა: ეს ხომ ჩვენი უკალასკნელი ნამცეცებია. ამაზე მეტი არც ჩვენ გაგვაჩნია არაფერი. მაგრამ ლიზას მზერამ გადაიბირა. პურის ნამცეცები ჯიბიდან ამოიღო და ჩიტს გაუშვირა. ჩიტმა თვალები დაახილა, შეიფრთხიალა და ულამაზეს ფერიად გადაიქცა. ფერიას ოქროსფერი კაბა ეცვა, რომელიც მსუბუქად ეფინებოდა თოვლს. მის გრძელ ქერა თმაში ოქროსფერი ფოთლები და ვარსკვლავები ბრწყინავდნენ. ხელში ჯადოსნური კვერთხი ეჯირა, რომელიც კაშკაშად ანათებდა და სითბოს აფრქვევდა. გაოცებული ბავშვები გაშეშდნენ და ხმას ვეღარ ეზებდნენ. ფერიამ ჯადოსნური კვერთხი ცას მიუშვირა და წარმოთქვა: ბოროტება ბოროტებისთვის, სიკეთე სიკეთისთვის. სიტყვა ჯერ დასრულებულიც კი არ ჰქონდა, რომ ჯადოსნური კვერთხის კრისტალიდან ოქროსფერი შუქი გადმოიფრქვა და ბავშვებს მოეფინა. მათი ძველი დახეული სამოსი გაქრა. ბრწყინვალე ოქროსფერი თვლებითა და ნატიფი ნაკერებით დამშვენებული ჭეშმარიტად სამეფო ჩაცმულობის ზღაპრეს პრინცებსა და პრინცესებსაც კი შეშურდებოდათ. ლეო და ლიზა საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. ტყის ფერიამ გაოცებულ ბავშვებს ღიმიით შეხედა და უთხრა: მიუხედავად იმისა, რომ პურის ნამცეცების მეტი არაფერი გაგაჩნდათ, უსუსურ ჩიტს დაეხმარეთ. მიიღეთ ეს საჩუქარი, ჩემო საყვარელო ბავშვებო. ამიერიდან თქვენ გაჭირვება აღარ გეცოდინებათ. იცხოვრებთ ლაღად და ბედნიერად ბებიასთან ერთად. გახარებულმა ლიზამ და ლეონო ტყის ფერიას მადლობა მოუხადეს და გულახჩუყებულები ჩაეხუდნენ. მანაც ბავშვები გულში ჩაიკრა და ასე გამოემშვიდობდნენ ერთმანეთს. როდესაც და-ძმა სახლში დაბრუნდა, მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. მათი ძველი ქოხი ულამაზეს ხის სახლად გადაიქცა, რომლის წინაც იმდენი შეშა იყო, რომ ალბათ არასოდეს მოუწევდათ შეშის შეგროვება. ბებიაც გამოჯანმრთელებული იყო და ყოველდღე გემრიელ საჭმელებს უმზადებდა საყვარელ შვილიშვილებს. ასე ცხოვრობდნენ კბილად, როგორც ფერიამ თქვა, ლაღად და ბედნიერად. და ასე დასრულდა ჩვენი ღრაპარი ჯადოსნური წიგნიდან. თუ მოგეწონა ჩვენი ზღაპარი, დაგვილაიქე ვიდეო
დაგმური შენს მეგობრებს გაუგზავნე. აბონემენტი არ დაგავიწყდეს, რომ სხვა ზღაპრები არ გამოგრჩეს.